მოგების დღგ-სა და აქციზის გადასახადების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდა. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. პირადად ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატი. ბიძინა ივანიშვილი ოცნების მმართველობის 13 წლის თავზე წერილს აქვეყნებს და წერს, რომ იყო შეცდომებიც, თუმცა არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა. 2024 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მომგებიანი საწარმოების ჯამურმა მოგებამ კი 393 მილიონი ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბერში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 39%-ით გაიზარდა. 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 24.7 მილიონი დოლარის თხილი გავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ეგრეთ წოდებული შატდაუნის რეჟიმშია. სენატმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი შეჩერდება. მოგესალმებით, ეს საქმის კურსია დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გადაცნო. მოგების დღგ-სა და აქციზის გადასახადების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ძირითადი გადასახადის შესრულება გეგმას ჩამორჩება. კერძოდ, მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა 211 მილიონი ლარია. ასევე გეგმას 101 მილიონი ლარით ჩამორჩება დამატებული ღირებულების გადასახადის შესრულება. აქციზის გადასახადის შესრულება კი გეგმას 22 მილიონი ლარით ჩამორჩება. ასევე 6 მილიონი ლარით ჩამორჩება გეგმას იმპორტის გადასახადის შესრულებაც. გადაჭარბებით კი შესრულდა საშემოსავლო გადასახადის მობილიზება, სადაც გეგმასთან მიმართებით გადაჭარბება 71 მილიონი ლარია. ამასთან მნიშვნელოვანი 289 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის სხვა გადასახადების მუხლი. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 21 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა. 2024 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახელმწიფო კომპანიის წმინდა მოგებამ 393 მილიონს მიაღწია, ჯამური ზარალი მაინც უფრო დიდი აღმოჩნდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, ზარალის უმთავრესი მიზეზი რამდენიმე კომპანიაში არსებული მრავალ ასეულ მილიონიანი ზარალია. მათ შორის ყველაზე დიდი 375 მილიონი ლარის ზარალი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იყო. აღნიშნული კომპანია სურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და წლიდან წლამდე ოპერირებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მრავალ მილიონიანი სუბსიდიები ესაჭიროება. 2024 წელს კომპანიამ ოპერირების უწყვეტობის შესანარჩუნებლად 153 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო. ზარალით მეორე პოზიციაზე 116 მილიონი ლარის თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც მაგალითად 2024 წელს თბილისის მერიისგან 309 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო. ზარალით მესამე ადგილს იკავებს საქართველოს მელიორაცია, რომელიც 2024 წელს 29 მილიონი ლარით იზარალა. რაც შეეხება მოგებიან სახელმწიფო საწარმოებს, 2024 წელს სახელმწიფო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი 183 მილიონი ლარის მოგება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას ჰქონდა. მეორე პოზიციაზეა სახელმწიფო ელექტროსისტემა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგებით, მესამეზე კი საქართველოს რკინიგზა 68 მილიონი ლარის მოგებით. საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ EBIT Group-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების და ეკონომიკური ურთიერთობების სხვა პარამეტრებს ეფუძნება. 2025 წლის მეორე კვარტალის ანალიზის თანახმად, საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გაზრდილია. კერძოდ, საქართველოს ჯამური იმპორტი და ექსპორტი პირველიდან მეორე კვარტალამდე გაიზარდა. იმპორტი გაიზარდა 5.3 მილიარდი დოლარიდან 5.5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ექსპორტი 1.9 მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდ დოლარამდე. ამასთან მთლიანი ფულის ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს. უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 199.3 მილიონი დოლარიდან 580 მილიონ დოლარამდე. მთლიანი ინდექსი, რომელიც განსაზღვრული ამ ეკონომიკური ინდიკატორების შედეგად გაიზარდა, ზრდა ასახავს ეკონომიკური დამოკიდებულების უფრო მაღალ დონეს უცხოური ტრანზაქციების და ინვესტიციების მიმართ 2025 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით.
ბანკებმა დეველოპერულ სექტორში იპოთეკური სასხების გაცემა შეანელეს, თუმცა აღნიშნულს ბინების რეალიზაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. მიზეზი თავად დეველოპერული სექტორის მიერ მოთხოვნის შიდა განვადებებით სტიმულირება, რამაც ფაქტობრივად იპოთეკური სესხი ჩაანაცვლა. არსის გენერალური დირექტორი გადაცემა წერტილთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან საბანკო სექტორი რისკიანად აფასებს სამშენებლო სექტორს, შეიზღუდა იპოთეკური სასხების გაცემა, რამაც შიდა განვადებები წაახალისა. იმისთვის, რომ სექტორის დაკრედიტება სტანდარტულად გაგრძელდეს, ორთოიძე თulis, რომ ცენტრალურმა ბანკმა ხისტი მიდგომები უნდა შეცვალოს. BMG-ის ინფორმაციის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ამ საკითხზე ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყველაზე თვალში საცემი ეს არის დღეს ბაზარზე, რომ შიდა განვადებებმა გარკვეულწილად ჩაანაცვლა იპოთეკური სესხი. გრძელვადიან ნაწილში ეს ალბათ პრობლემა იქნება, იმიტომ რომ დეველოპერული კომპანიები არ არიან ხო საფინანსო ინსტიტუტები, შესაბამისად ამ პორტფელს მართვა ჭირდება, სწორი ანალიზი ჭირდება, შესაბამისად შეფასება არ ხდება. შიდა განვადება გამოიწვია იმან, რომ ზოგადად ეროვნულ ბანკსაც ხისტი პოზიცია ჰქონდა, ამ ბოლო პერიოდში ეს გასული წლის შემოდგომიდან საბანკოს, ანუ კომერციულ ბანკებსაც საკმაოდ რისკიანად აფასებდნენ სამშენებლო სექტორს, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდა იპოთეკური სასხების გაცემა, ამას დაემატა საპროცენტო განაკვეთების ზრდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოში საშუალო ზომის სავალუტო სავაჭრო ბაზრის განვითარებას სურს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე სტუმრობისას განაცხადა, სადაც ნათია თურნავა დოიჩე ბურსა გრუპის წევრი ელექტრონული სავალუტო და გარბირჟული დერივატივებით ვაჭრობის წამყვანი გლობალური კომპანია 360-ის მთავარ ოფიცერ სებასტიან ჰოფმან ბერტერს შეხვდა. ნათია თურნავა ამბობს, რომ სავალუტო სავაჭრო ბაზარი ხელს შეუწყობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის შემცირებას და ბაზარზე სავაჭრო მოცულობების ზრდას. მისივე თქმით არსებობს გაძლიერებული მარეგულირებელი ზედამხედველობის საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას და ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან მანიპულაციური ქმედებების არარსებობას. განსაკუთრებით მინდა გამოვიყო ჩვენი აქ შემდგარი მოლაპარაკებები Deutsche Börse Group-თან. ეს არის ერთ-ერთი მსოფლიოში წამყვანი უცხოური ვალუტით ვაჭრობის და ლიკვიდობის მიმწოდებელი პლატფორმა, რომელთანაც ჩვენ რამოდენიმე ხანია უკვე ურთიერთობთ საქართველოს ეროვნული ბანკი და ჩვენი ერთობლივი პროექტი არის ახალი პლატფორმა შევთავაზოთ საქართველოს საფინანსო ბაზრის მონაწილეებს, სადაც შეეძლებათ ვალუტის გაცვლა-გამოცვლა, ვალუტით ვაჭრობა და ეს იქნება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი ბევრი სხვა მონაწილეს ვიდრე ეს არის დღეს, რაც ჩვენი ბაზრის ლიკვიდობას და ასე ვთქვათ გამჭირვალობას უფრო მეტად უზრუნველყოფს. აგვისტო-სექტემბერში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 39%-ით გაიზარდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული 2900 ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24,7 მილიონი ამერიკული დოლარი. უწყების ცნობით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 36%-ით 6,6 მილიონი დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8,46 ამერიკული დოლარია, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა და 1000 ტონა შეადგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით ევროკავშირის ბაზრებიდან მნიშვნელოვან პარტნიორად რჩებიან გერმანია, ესპანეთი და ჩეხეთიც. თბილისის ანძის მოდერნიზაციის ინვესტორმა კომპანიამ სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც პროექტის განხორციელების ადგილას იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაზგრუპის გენერალური დირექტორი საქმის კურსის ეთერში აცხადებდა, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებას პროექტის დასაწყებად ჯერ ისევ ველოდებოდნენ. მერის ინფორმაციით სანებართვო პროცედურები უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფენ პროექტის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ანძის განათების სისტემის განახლებას. ასევე გათვალისწინებული არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 2 წელი იქნება საჭირო, თუმცა მერის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადა 2028 წლის მარტი.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის FFK Public Relationship-ის ორგანიზებით საქართველოს გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ათგაციანი ჯგუფის წევრები ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ესტუმრნენ და აგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც. ევროპაში ქართული ღვინის უდიდესი იმპორტიული ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონაცვალს 2020 წლიდან დაემატა. საქმის კურსი 13 საათზე და 40 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 15 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე, ხოლო 17 საათსა და 40 წუთზე TV პირველს დაგიბრუნდებით.